ეხლა მივმართავ სულ ყველას, სულიად საქართველოს საზოგადოებას და ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს მივმართავ საქართველოში და საქართველოს გარეთ მაცხოვრებლებს რა. ამიტომ ეხლა აი ეს ვიდეო თუ თქვენთან მოვა და თქვენ ქურდობას აწვევით, ხო? ყველას მოგმართავთ. ვინც ქურდობას აწვევით რა, ყველას მოგმართავთ. თუ თქვენ მე რამე ხინჯს მიპოვით, მაშინ ჩემთან მოდით, ჩემთან ისაუბრეთ. ჩემთან ლაპარაკი თუ არ გინდათ, როგორც ესეთი რომ ქალი ვარ, მეუღლე მყავს და მეუღლეს ქართული შეუძლია ქართულად ლაპარაკი და მასთან ისაუბრეთ. ეხლა ყველა საქართველოს მოქალაქეს მოგმართავთ რა, ვინც ქურდი ხარ თუ არა ხარ, ქურდი თუ საერთოდ არ მაინტერესებს, ქართველი თუ ხარ, მოგმართავ მე შენ რა. როგორც ჩანს, ჩემს ყურამდე მოვიდა და დღეს ძალიან მაგარი რაღაც გაიხსნა, ძალიან სერიოზული კითხვის ქვეშ რაც მქონდა დაყენებული ის გაიხსნა და ვისაც ჩემი ეშინია. და სულ ერთია ეს იქნება ქურდული სამყარო, თუ იქნება ეს მღვდელთა სასულიერო პირთა სამყარო თუ პოლიტიკოსებთან. ყველას მოგმართავთ რა. როგორც გავიგე, ხალხს ურეკავთ და ჩემზე უგდებთ ჭორებს. უშლით ვიღაცეებს, რომ მე არ მელაპარაკო. არ დაიჭირონ საქმე ჩემთან და არ დადგნენ ჩემს გვერდით. სულ ერთია ეს იქნება გასეირნება თუ ლაივის ჩაწერა თუ რაღაც მსგავსი, ხო? როგორც ჩანს, ამაზე მუშაობს მთელი რიგი საზოგადოება, არ ვიცი რომელი საზოგადოება ეს, სავარაუდოდ ეს არის ბრჭყალებში ჩასმული სასულიერო პირთა საზოგადოება, რომელიც აწვევიან ქურდულ გარჩევებს, სასულიერო პირთა საზოგადოება კიდევ ერთხელ გეტყვით, რომლებიც ქურდულ გარჩევებს აწვევით. და რომლებიც თქვენს მრევლს არიგებთ, რომ ჩემთან საქმე არ დაიჭირონ, ხო? მაგას გპირდებით მე თქვენ რა, მაგას ყველას გამოვიძიებ ვინ ხართ თქვენ. აუცილებლად ყველას გაგებინებთ პასუხს. იქნება ეს მეუფე, იქნება ეს ილია მეორე, თუ იქნება ეს თვით ივანიშვილი, ყველას გაგებინებთ მეთქი პასუხს იცოდეთ რა. ამაში 100%-ს გეუბნებით, ახლა რასაც გეუბნებით. ყველა ჩემს წინაშე წარსდგებით იცოდეთ რა. ვინც ჩემზე იტყვის და მეორე კაც დაარიგებს, რომ ჩემთან საქმე არ დაიჭიროს, ამიტომ და იმიტომ და ჭორები. სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვეთქვი, გასაგებია რომ თქვენ ჩაჭერილი ხართ, ამა თუ იმ პიროვნების ზეგავლენის ქვეშ ხართ და ასე შემდეგ, მაგრამ დამერწმუნეთ რა, ის დრო მოდის, როდესაც მაგათ წინაშე დადგებით და მერე მაგათმა გიშველონ რა. ეგ თქვენი ვიღაცები, ვინც თქვენ გარიგებენ, რომ ჩემთან საქმე არ დაიჭიროთ, ჩემთან მოვლენ. ვინც ჩემზე ვინც არ მიცნობს, ვისაც არ გავუცნივარ, პირისით არ ულაპარაკია ჩემზე, ხო? იქნება ეს ჩემი მეზობელი თუ გადამთიელი, ეს არ მაინტერესებს რა. ყველას გეუბნებით. აუცილებლად წარსდგებით ჩემს წინაშე. აუცილებლად წარსდგებით ჩემს წინაშე და მერე რას მეტყვით, ძალიან მაინტერესებს რა. როგორც ჩანს, დიდი საზოგადოებები, როგორიც არის მეუფეები და მისი მრევლები, მრევლის წევრები უпроსწორად, ჩემს წინააღმდეგ კამპანიებს აწყობენ, რომ მე არ მომისმინოს ხალხმა. თქვენ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ. თქვენს თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ მერე. გესმით, ხო? ქურდულ სამყაროს მოგმართავ თუსადმე ვინმე არსებობს რა. როდესაც მე გელათის ეკლესიაზე ვიყავ იქ მაღლა ასული ღმერთმა ამიყვანა იქ სული წმინდა და დამანახა რომ იქ გაძარცულია სრულიად შენობა, სადაც ჩვენი მე-12 საუკუნეში დაგებული ქვები აბსოლუტურად ყველა აღებულია და წაღებულია, არ ვიცი სად და გამოცვლილია ეს ქვები რაღაცა სიბანძით. მე გეუბნებით თქვენ რა.
იქ მომიხდა ერთ-ერთ პატარა გველის წიწილთან საუბარი, რომელიც თურმე მალე ქურდად უნდა დანიშნონ. ეხლა მე გეტყვი თქვენ, ამ კაცს, ვინც ქურდად დასვავს, ხო? მაგარი ბანძია. იცით რატო? იმიტომ რომ საქართველოში ქართულ სიწმინდეებს როცა იცავს ქალი და შენ იმ ქალს აგინებ, შენ ქურდად ვერასდროს ვერ დაჯდები, რო იცოდე რა. და ვინც ქურდად დაგსვავს, ვაი მის პატრონს. ვაი მის პატრონს, ვინც მეუფეს დაუჯერებს და მე არ მომისმენს. ვაი მის პატრონს მერე რა. მერე იქნებით ცხვირში რო ამოიტყავთ ხელს. მერე მოხდება ის რაც მოხდება. არც ერთი კაცი არ გადარჩება და არც ქალი, ვინც აი ამას გააკეთებს რა. ვინც მეუფეებს დაუჯერებს და მე არ მომისმენს. ამას კპირდებით, არც ერთი არ გადარჩებით მეთქი რა. რომელი მეუფეც გაბედავს და თავის მღვდლებს დაარიგებს, რომ ჩემზე ისაუბრონ არასწორი საკითხები, ხო? ყველანი ამოიხოცებით იცოდე თუ არ მოხვალთ ჩემთან და არ გაარკვევთ საქმეს. რატომ მიკეთებთ ამას? ნებისმიერი საზოგადოება არ მაინტერესებს ვინ ახართ თქვენ. ქვია ქართველი და ქვია ქრისტიანი, ჩემს წინაშე წარსდგები მეთქი, გეუბნები რა. არ გჯერა აი ამ ჩემს ლამას ცხოვრებას თუ არ გჯერა ამის რა. ღმერთი ჩემს წინაშე წარგადგენს აუცილებლად, ვინც ჩემზე ვინმე რამე ცუდი სიტყვა თქვა, აუცილებლად მოგიყვანს ჩემთან. თუ აქ არა, საიქაოს აუცილებლად მოგიყვანს ჩემთან, გეუბნებით რა. და მერე ვაი თქვენს პატრონს მეთქი, თქვენს კანებს კარგავთ მეთქი, გეუბნებით რა. როგორც ილია მეორეს დააკარგვინეს მისი კანი. 2022 წელს, როცა აღდგომა დღის ღმერთმა საპატრიარქოს თავზე დამაყენა. კარგად გამოიძეთ რა მოხდა იქ. 3 შვილით რომ დამაყენა და ჩემი მეუღლით საპატრიარქოს თავზე, იქ როგორ ქრისტიანულად დამხვდნენ ისიც გაარკვიეთ რა. ყველამ. ვინც მსმენელი ხართ, იმას გეუბნებით, როგორც ესე იგი ახალი ამბავი. ახალი ამბავი არის ის, რომ საზოგადოება, რომელიც ესე იგი უნდა წესით აი ის რასაც სულიწმინდა ამბობს მხარში უდგებოდეს, ხო? სულიწმინდას უთხრიან ძირს. მღვდლები და მათი წარმომადგენლები. აი როგორც ახლა დღეს ჩავწერეთ ჩვენ ლევან პეტრიაშვილს, რომ იაღოველმა და იახვე მადიდებელმა ვითომ ძირი მოუთხარა, ხო? აი ისე მითხრიან ძირს, ოღონდ ჩემზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ჩემზე ესე ტელეფონზე ურეკავენ და Facebook-ზე წერენ, რომ თამართან რა პონჩი იყავი. გესმის თქვენ რა ხდება? ჩემზე ურეკავენ ხალხს პირადში და ეუბნებიან, რომ რა პონჩი იყავი თამართან და საქმეებს ურჩევენ. გესმის თქვენ რა ხდება? ეს საქართველოა ხალხო? ჩემი ერთი პატარა გოგო ვარ, ჩემი გეშინიათ რომ მოხვიდეთ ჩემთან და გაარკვიეთ. თქვენ რო არ მოხვედით, მე მომიყვანა თქვენთან ღმერთმა. და რანაირად დამხვდით? ქრისტიანულად? სტუმარი რომ ღვთისაა, ვერ იცანით? თუ სტუმარი ეშმაკისაო, რას ვიძახით ქართველები ჩვენ? მრევლში ხალხში ხმა დაყარეს, რომ თამარი არის მწვალებელი, თამარი არის საშიში, თამარი არის ეს, თამარი არის ის. და აი ამ მრევლს მინდა მივმართო რა. ნებისმიერი საკითხი, რომელსაც მეტყვი, რომ შენ ამაში არასწორი ხარ, ხო? და მართლა არასწორი ვიქნები, დაგიჯერებ. მაგრამ შენ მოდი ჩემთან და მითხარი, თამარ, ესე რატო მოიქეცი? და თუ სადმე ჩირქი მომეცხება, ხო? მე შენ ბოდიშს მოგიხდი.
მაგრამ არ არის კაცი, რომ 2022 წლიდან, როცა მე საპატრიარქოს დამაყენა ღმერთმა თავზე, მას მერე ვამხელ, რომ რეალურად და ჭეშმარიტად არ მემხილა მე და სამართლიანად არ მემხილა. თქვენ არ იცით მე რა ძალა ვარ. თქვენ არ იცით ჩემ სიტყვას რა ძალა აქვს, ხო? გაგაგებინოთ მამაზე ციერმა და დედა ღვთაებამ გაგაგებინოთ ეგ. ახლა და ამ წამს. ბიჭო, არც ქურდების მეშინია და არც მეუფეების. არც ანუნაკების მეშინია და არც უცხო პლანეტელების, გესმით? ნებისმიერი მოდით და მელაპარაკეთ თუ რამე გაქვთ ჩემს საწინააღმდეგოდ და ზურგს უკან ლაპარაკი კიდე არაღვთიურია რა, რო იცოდეთ რა. ნებისმიერ მეუფეს და ნებისმიერ მღვდელს ვეუბნები. არაღვთიურად ნუ იქცევით, მოიქეცით ღვთიურად. რაც გევალებათ ის გააკეთეთ. გურუები იქნებით ეს თუ ფსიქოლოგები იქნებით. გაიგეთ თქვენ რა ხდება თურმე საქართველოში? ხედავთ თქვენ რა მაგარი ტიპი ყოფილვა, რომ ესე იგი პირადში ურეკავენ. ეხლა არ გამორიცხავ მე რომ არიან ნასეტკები, უამრავი ნასეტკა არის, რომელიც ძალიან ბევრ ცუდ ჭორს მიყრის რა და მადლობა უფალს რომ ეს ხმა ჩემამდე მოვიდა დღეს. თურმე მე მიკვირდა კაცო ეს ამ სვანებს რა დაემართათ. იქ მივედი გავიგე მე რომ თურმე ერთ-ერთ სვანს არ უნდა ჩემთან ლაპარაკი, რატო იცით? რატო იცით? არ ვიცი რატო, არ ვიცოდი რატო. და ეხლა გავიგე დღეს რატომაც. თურმე ჩემზე ჭორები დადის სვანებში რა. და არა მარტო სვანებში, რამდენიც გინდა იმდენი ნასეტკა არის მღვდლებშიც და სვანებშიც, რო იცოდეთ რა. შიში ჭირია და უნდა მოიშორონ გათავისუფლდით ხალხო, ამბობს სოფია. ხო, გათავისუფლდით ხალხო, რა გჭირთ? ხო, ასმად, უნდა შევუფუცხუნო, როგორც ჩანს, ეხლა დღეს უნდა ყოფილიყო ეგ გასარკვევი, იმიტომ რომ ეხლა დარწმუნებული ვარ, ეხლა ვინც არ მიცნობს, ხო? ვიღაცამ უთხრა ის, რომ ესეთია და დაიჯერა, ეხლა რატო არ უნდა დაიჯეროს, ხო? რატო არ უნდა დაიჯეროს? აქვს რამე საბაბი და ეხლა იმას არ ჩაეძიება, რომ აი მართლა ესია თუ არა ჩემი გულისთვის. და მე გეუბნებით თქვენ, რა ყველას გექნებათ ჩემთან, აუცილებლად გექნებათ საქმე რა ჩემთან რა. აუცილებლად ვინც მიიყრუეთ ვინმე რამე გითხრათ ჩემზე და ჩემთან არ გაარკვიეთ ეგ საკითხი, აუცილებლად ჩემთან მოგიყვანთ ღმერთი. ღმერთიც, მამა ღმერთიც და დედა ღმერთიც. ჩემთან მოგიყვანთ იცოდეთ რა. ვინც ჩემი სახელი ახსენა ჩემ ზურგს უკან და საერთოდ რომ არ მიცნობს, ვინც ჩემი სახელი ახსენა, ყველას ჩემთან მოგიყვანთ დედა ღმერთიც და მამა ღმერთიც და მათი ძეც. ვინ არიან ესენი? ჯოჯოები, ხალხო, ჯოჯოების ქვეყანაა, როგორც ჩანს, აქ და სარეველა შემოგვერიაო ტყუილად დღეს რომ მოგასვენეთ 2 საათნახევრიანი სულიწმინდის ხმა და სულიწმინდის გამოძახილი, სულიწმინდის წერილი ჩვენდამი რომ მოგასვენინეთ, ტყუილად არ წერია იქ რომ სარეველა შემოვიდა, დაწყებულია საქართველოს გარყვნაო. აი თურმე სარეველა ვინ არის? აი თურმე ვინ არის სარეველა? ვიღაცებს პირადში ურეკავენ ხალხო და პირადში ეუბნებიან რომ რა პონჩი იყავი და აშინებენ. და თამართან საქმე არ დაიჭირო. ბიჭო, ესეთი მაგარიც თუ იქნებოდი არ მეგონა რა. ძალიან მაგარია. კარგი რაღაც გავიგე, მაგრამ კარგია რომ გავიგე. იმიტომ რომ გასუფთავდა ეს ველიც. ეს ველი გასუფთავდა. ეხლა ვინც გაიგებს და ვინც არ გაიგებს, ეგ ჩემი საქმე არ არის რა. ვინც გაიგებს, ვინც არ გაიგებს, იმას მოულის თვით ურყნელი სინათლე მოულის, ნათელი მოულის მას. და მამაზეციერი და დედაზეციერი მოულის მას. თვით ძეც მას მოულის. იცოდეთ თქვენ ეს, ჩემგან იცოდეთ ეს.
კარგი, მეგობრებო, ეხლა მე წავედი, მე აღარ მიკვირს ეხლა რატო არ წერენ აქ კომენტარებს და რატო ეშინიათ და რატო იმალება ხალხი და რატო საერთოდ ყურამდე არ მიდის, არავის ყურამდე ის რასაც ვამბობ და აღარ მიკვირს, მაგრამ მაინც მიდის და მაინც ვერ რაც დაწერილია, იმას ვერ შეცვლით მეთქი, სარეველა ვერ გახვალ, ვერ მოტეხავ კისერს, მზეს უმზირას. ვერა. სარეველას მზეს უმზირასთან აბსოლუტურად არანაირად არ აქვს ძალა. ამიტომ გეუბნებით რა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ აი იმ ვიღაცამ რო დაურეკა, რომ მე არ მომისმინოს, ხო? და ჯერ კიდევ ფიქრობს მომისმინოს თუ არ მომისმინოს, ხო? კარგად მოусმინე შენს გულს. და რასაც გეტყვის შენი გული ის გადაწყვიტე და არა თამარმა რა თქვა და არა იმ ვიღაცა პეტრე პავლემ რა თქვა. ვერ გაასწორებს ამ ქვეყნის ადამიანებს მამა ღმერთის გარდა სხვა მართლა ამპარაობა გოგოს მოიცადე მართლა ამ პატარა გოგოს ვინც ერჩით კითხვა დაუსვით თქვენს თავებს ამაზე მეტი ხართ მიმოძა ხო საინტერესოა რა წარმოიდგინე რა ეხლა მე ვიღაცას რომ დაურეკო და ვუთხრა რომ არ მოусმინოთ ვის აბა ვის ღვთისმშობელ მარიამს არ მოусმინოთ ეგ გოგო ის არის ეგ ხალი იესო ქრისტეს დედა აი ესე რომ დაურეკო ვიღაცას და რომ ვუთხრა რომ არ მოусმინო მაგას ძალიან საინტერესო თემები არის რა მაგარია აი ეს შუმანის რეზონანსი ყველაფერს ფარდას ხდის შუმანის რეზონანსი კი არა მაღალი სიხშირეები ყველაფერს ფარდას ხდის რო იცოდეთ რა და დარწმუნებული იყავით იმაში რომ 2026 წელს როგორც სულიწმინდამ გვითხრა გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა და ყველა სვანი დადგება თამარის მხარეს რო იცოდეთ რა არ არსებობს სვანი რომ თამარი არ უყვარდეს რა თუმცა ეხლა გამახსენდა როგორ არა კაცო არის ზემო სვანეთი თამარს აღმერთებდა ქვემო სვანეთი თამარის მტერი იყო და აი ეხლა გამოჩნდა ეგაც რომ მართლა ეგრეა სვანები დაიყვნენ ორ ნაწილად ისინი რომლებიც ტრობენ თამარს და ისინი რომელიც თამარს ხარში უდგან რაღა გინდათ ეხლა მეორდება მეთქი ის მე-12 საუკუნე ტყუილა კი არ მithქვას მე და ჩემი პირით კიდე სულიწმინდას შორენა წერსონ და შენ უფრო გამოღვიძებული ხარ და შენ მფარველობა გაგუფლისგან და ვინც შეგეწინააღმდეგება კარგი არ მოუვა გაფრთხილდნენ ვინც შემეწინააღმდეგება თავზე დაემხობა ცადა მიწა მაგას ვპირდები და აი როგორ ვპირდები იცი მაგას მე კი არ ვპირდები მაგას გაიხსენეთ რა თქვა რა ღმერთმა რა თქვა ვინც მამა ღმერთს აგინებს მიეტევებაო ვინც ძე ღმერთს აგინებს მიეტევებაო მაგრამ ვინც სულიწმინდას აგინებსო არ მიეტევებაო და გაიხსენეთ ეგ კარგად წერილებიდან გინება მარტო დედის გინება არ არის გინება ესეც არის ზურგს უკან ჭორს რომ იყრით არ მიეტევებაო და არ მოგეტევებათ იცოდეთ რა იცოდეთ გაგაფრთხილად 2000 წლის წინ თქვენ ღმერთმა ამაში რა მიზეზით არ უნდა მოგისმინოთ ამარ არ ხსნიან აი მაგალითად ერთ-ერთს დაურეკეს და უთხრეს რომ ვიღაცა სვანისთვის თურმე იმაში მიჩივლია რა ქვია პოლიციაში მიჩივლია რაც აბსურდია და ჭორია და საერთოდ რეალობას არ შეეფერება რა და ღმერთმა იცის კიდე რა ჭორებს იგონებენ და რა ჭორებს ავრცელებენ და როგორ ემუქრებიან ოღონდ მე არ მეუბნე მე ახლა მე რას მეტყვიან ისინი და ერთისგან გამოვიდა ეგ ერთისგან რომ გამოვიდა ერთისგან კი არა და ბევრისგან გამოვიდა რა სვანებისგან გამკვირვებიან მე ვგიჟდები სვანების დისციპლინაზე და ყოველთვის ვაჟღერებ ამას არ არის გასაკვირი მიმოძა რომ ეს ვიღაცა ნასეტკა ავრცელებს ამას და საერთოდ სვანები არაფერ შუაში არ არიან აქ გესმის იმიტომ რომ მე გადავამოწმე იმ ხალხთან რომ მე თქვი რამე პრობლემა გაქვთ ჩემთან და არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თუ სვანებს პრობლემა ჩემთან არ აქვს აბა ვინ არის ის ვინც ხმას მიგცელებს სვანების სახელით რა
საინტერესოა რომელი სვანია ეგ, ხო? აი, არის რო სვანი საერთოდ? ხო და აი ესე ძალიან გაურკვევლობაა, ძალიან გაურკვევლობაში ყრიან ხალხს. და არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მოსალოდნელია ბოლო ჟამს ყველას მოატყუებსო ამბობს ქრისტე. ყველას მოატყუებსო, ამიტომ ძალიან დაკვირვებული გონება უნდა გქონდეთო და ძალიან კარგად გაიგოთ, ჩაეძიოთ საქმეებში. ძალიან მაგრად უყვარდა თამარს, თვით მტერსაც კი არაფერს დაუზიანებდა თუ ბოლომდე არ ჩაეძიებოდა საქმეში და ისიც რომ ჩაეძიებოდა და გაარკვევდა ვინ იყო დამნაშავე და ვინ იყო მტკვარი, არც მას არ კლავდა. და მიბაძეთ რა თამარს რა არ გინდათ რომ თამარს მიბაძოთ? თამარი ქრისტეს გავდა, ქრისტეს მიბაძეთ. რომელ მკვლელს მოაჭრა ყური ქრისტემ? აბა მითხარით, ან დანავის გაუყარა? ვინმეს გაუყარა დანა? ვინმეს დაურეკა და უთხრა რომ აი პეტრეს არ ელაპარაკოთ, ის ცუდი ბიჭია და იმას რაბი იაკობს არ ელაპარაკოთ, ის ცუდია? ვინმეს დაურეკა ქრისტემ? თუ ქრისტიანები ხართ, ქრისტეს მიბაძეთ რა, რას ბაძავთ იმ კაიაფას? ზურგს უკან რო უთხრიდნენ ქრისტეს საფლავს და რო ვერც მოუთხარეს საფლავი. მაგრამ ბევრი ჩაჭერილი ხალხი ყავთ, გესმის, ბევრი დავალება. ნახე, აქ ესეთი რა ხდება ბავშვებო? აქ ესეთი რაღაცები მიმდინარეობს, რომ აქ ჩაჭერილი ყავს სისტემას ძალიან ბევრი ადამიანი. ზოგი ნარკოტიკში, ზოგი ქურდობაზე, ზოგი ბოზობაზე, ზოგი რა ვიცი, თამაში, ზოგი თვითონ რა ვიცი, 1000 გვარ რაღაცაში და არ არის გამორიცხული, რომ ისინი ავალებენ ამ ხალხს, რომ აი ვისაც ახლა ჩემ ლაივში ნახავენ, იმას დაურეკონ და იმას რაღაცა უთხრან. ან ლაივში თუ არა, თუ გაიგებენ, რომ აქ ვიღაცა იყო ჩემთან საქმე ქონდა, იმასაც რაღაცა უთხრან, გესმის? არ არის გამორიცხული, არც ეგარ მიკვირს, მაგრამ ხომ ხედავთ რა მაგარი ბრძოლებია და რა მაგარი ხმალი მაქვს? ძალიან მაგარი ხმალი მაქვს, მე იცი ვინ დამიმზადა ეს ხმალი? გინდათ გითხრათ ეს ხმალი ვის ეკუთვნის? ეს ხმალი ეკუთვნის მთავარანგელოს გაბრიელს და მიქაელს. გაბრიელს სინათლე აქვს და მიქაელს ხმალი აქვს. აი მე მაქვს მიქაელის ხმალი მიჭირავს, იცოდეთ ხელში რა. გესმით? და მიქაელის წინააღმდეგ არ გირჩევთ ბრძოლას. ასე რომ ჩემო კარგებო, დაინახეთ და მერე ვიღაცამ არ მკითხოს, რომ რა გაგიკეთებია საქართველოსთვისო, გესმით? არა კაცო. აბა მითხარით კითხვები თუ გაქვთ? თუ არ გაქვთ კითხვები, მე ვთქვი ჩემი სათქმელი და დავასრულე, ამით დავუსვი წერტილი. ასე რომ, ვინც მეჭორი დამიგდოს, იმას დაესვას წერტილი. თქვი და მოხდეს. ამინ, ამენი. ვინც მეჭორი დამიგდოს, კიდევ გავიმეორებ და სამჯერ გავიმეორებ. იმას დაუსვას თვით ურყნელმა სინათლემ წერტილი. ამინ, ამენით. და კიდევ ერთხელ, ვინც მეჭორი დამიგდოს, იმას დაუსვას თვით ურყნელმა სინათლემ წერტილი. ამინ, ამენით. და თქვენ არიცით წერტილის დასმა რას ნიშნავს, იცოდეთ რა? იმიტომ რომ გარდაცვლილების სურათებს რომ დაინახავ, ცოცხალი გეგონება და რამდენი ცოცხალი მკვდარი დადის. უსურგულოები თუ არ გამოფხიზდნენ და ქრისტეს გზაზე არ დადგნენ, ნამდვილად კარგი არ მოუვათ, ხო? ბებია ჩემი, სულ მიქაელს ახსენებ და ლოცვისას. ხო, მიმოძა. ილია წერს ერთი ძალიან მაინტერესებს, ვინ აკეთებს მაგას, მთავრობა გიკეთებს? ის, ვინც ჩხიბაობით ვერ მომკლა, ის, ვინც მერე ავტოავარიით ვერ მომკლა და ის, ვინც ვერ გამაჩერა. ის მიკეთებს, ვის უნდა ეგ, ვის და აგერ იხუმადიდებლები რო დაიწყეს უკვე რო ქრისტე იხვად გადააკეთეს, იმათ. აბა ვის დავაბრალო ახლა სხვას? პოლიტიკოსები მაგაში 100 წელი არ ჩაერევიან, იმიტომ რომ პოლიტიკოსები მარტო თავის მარიონეტულ საქმეს აკეთებენ და საერთოდ სიტყვა არ ეთქმით მაგათ და
ვის ენდომება, ვინც სარეველას. ვინც მოიშორა ბერი გაბრიელი თავიდან, ვინც მოიშორა ნიკოლოზ მაქარაშვილი თავიდან, ვინც მოიშორა ყველაწმინდანი თავიდან, ვინც მოიშორა ხელაია თავიდან, ვინც მოიშორა ზვიადი თავიდან. აი ის ვინ ახლა აბა სხვა ვინ უნდა იყოს საქართველოს მერი. შევარდნაძე და მისი ნათლია, ესე ვიტყვი. შევარდნაძის ხალხი და მისი ნათლია. მისი ნათლიის ხალხი. და იცით შევარდნაძის ნათლია ვინ იყო, ხო? ხო იცით? ხო. იმიტომ რომ არც იქ არ იღებენ და არც აქ არ იღებენ. ახარცად აღარ არის ეგ მაგის სული, всё, წაიშალა. და არის ჩემო პოჭელედო გოგო, რა მოხდა? ჰა? კუსკუსე. კარგად მეგობრებო, აბა თქვენ იცით რა, გადააზიარეთ თვითონ. კარგი იქნება თუ გადააზიარეთ ამ ვიდეოს. ყველა გაიგებს რომ ეხლა კარგს ვილაპარაკებ, გინდათ? კარგს. კარგი რო ვილაპარაკო, მე იმათ დაატყავენ. ამიტომ არ მინდა. ის ხალხი ვინც მე მიკავშირდება და მეუბნება რომ აი ჩემმა მამაომ ესა და ეს მითხრა, ხო? რომ მაგოგოს მეც ვუსმენ და ბევრ ამას ვსწავლობ, მაგოგოს მეც ვუსმენ და აბა რა თქვა თამარმა, რო კითხულობენ ჩემზე, ხო? სასულიერო პირები. აი ის ხალხი, ხო? ძალიან იმათზე მეტია ვიდრე სარეველა. უბრალოდ ჯერ ახლა აი ამოდიან რა ესე. მიწას რო თავს ამოყოფს, ხო იცი ის ჯეჯილი და ესე ამოიჯეჯილებს უცბად. ხო, შორენა მჭხიბაო ჩვენთვის ამაღლებაა, მათთვის ჩასიკვდილებაო და შორენა ერთი პერიოდი ილია რომ მოკდა, აი ილიას გაყვა მთელი თავისი საზოგადოება, იმიტომ რომ რაც მაგათმა ჩემს წინააღმდეგ იმჭხიბავეს, თვითონ უკან დაარტყათ და ერთი მეორეზე მიყვა, ერთი მეორეს დღე არ გადიოდა, რომ არ მომკვდარიყო ეს მჭხიბავებიც სხვათა შორის ის იქ რო იყო მეტეხის ტაძარზეც, ისიც და დანარჩენებიც. ყველა ერთმანეთს მიყვა, იცოდეთ რა. ამიტომ მე ვეღარაფერს მჭხიბაობით შეეშინდათ, აღარ მჭხიბაობენ, იმიტომ იმ დღეს იყო კიდე რაღაცა გამიკეთეს ვიგრძენი. კი არ ვიგრძენი, თვალსაჩინო იყო. და უკან არ ტყავთ, ასმაგათ არ ტყავს უკან, გესმის? ეს მე ვინც რამეს გამიკეთებს, უკან არ ტყავს და ისე კი არ ტყავს, რომ რაღაცა თავი ასტკივდეს ან მუცელი. კვდება, ისი არ ტყავს უკან. და ეხლა გადავიდნენ რაზე, იცი? აი ხო ხედავ, პოლიცია სასაცილოდ არ იყო ის, რაც გამიკეთეს ავტობანზე. სასაცილოდ არ იყო. ხო და აქეთ დავცინე, მე თქვი თქვენ თუ არ იცავთ, ხო, იცით ეს ამბავი. აქეთ სასაცილოდ გაიხადეს თავი. ეხლა ესე მოინდომეს. გესმის და ეხლა გუშინ ხილვა მქონდა. სასაცილო ხილვა მქონდა, მოგიყვებით. სახში შემოვიდნენ, ვითომ ზანგები რა, ავტომატები და გავიხედე ოთახი. აშკარად მოსაკლავად იყვნენ და დადიან ეძებენ ოთახში, ვერავინ ვერ ნახეს. მე ჩემთან ოთახში შემოვიდნენ და ვერც მე კი დავინახეს, მაგრამ ვერ აღმიქვეს, გესმის და წავიდნენ გატრიალდნენ უკან. სასაცილოები არიან. მაგარი რამეა რა. მაგათმა აღარ იციან უკვე რომ ბოლო ჟამია რა, ბოლო ჟამია, ასე რომ აი, წავედი ახლა მეგობრებო, მოკლედ ესე გავაკეთოთ, ჩვენ ესე გავაკეთოთ. ისინი თუ ურეკავენ ერთმანეთს და ეუბნებიან რომ თამარს არ მოусმინო, მაშინ ჩვენ უნდა დაურეკოთ ხალხს და უთხრათ რომ მოგვისმინე. მოусმინე თამარს რას ლაპარაკობს, გესმის? ჩვენი მხრიდან ეს უნდა იყოს. საწინააღმდეგო სვლა. რა მოხდა? კარგი, წავედი მეგობრებო რა, ბავშვი ტირის ერთჩეთ.